გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. Სანა ვიდეოს დავიწყე პირდაპირ გეტყვით რა. ჩემ ძველ ადგილასა ვარ, საიდანაც მე დავიწყე ჩემი ვიდეოების ჩაწერას, ნიღაბი რომ მეკეთათ, ვისაც გახსოვთ თავიდან რა. ეგ ყველაფერი ხდებოდა აქ. ხო და აქ მინდა ერთი ვიდეო ჩავიწერო. ვინც იუთუბერი ხართ, ან იუთუბერობა გინდათ, არამე ბლოგების გაკეთება გინდათ, ან მუსიკის დაწერა გინდათ, მოკლედ, თუ ხელოვნური ინტელექტი რამე შეხება გინდათ, რომ გქონდეთ, რაღაცა მინდა გითხრა და რავი, მე შედით და ნახეთ რა. ქართველი ბიჭის გაკეთებული ეს პროგრამა, მე იმისგან არც ფული არ ამიღია, არც არაფერი. უბრალოდ მიხარია, რომ ქართველები ამ საქმეში არიან ჩამული, ჩვენ ნიჭიერი ხალხი ვართ. ცოტა ზარმაცები ვართ რა საქმე ეგ არის. აგული ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო. პიპინია რო იძახის, აი გაგვჭირს რა. და ცოტა გულგრილი ადამიანებიც ვართ, მაგრამ თუ რამეს ხელი მოვკიდეთ, გამოგვერევა ხოლმე 1-2 რა, რომ მაგარი. ერთ მაგნას ესეც ეგეთი მაგარი გამოდეს, იმიტომ რომ ძალიან ჯეელია რა, ეხლა წლოვარება არ მინდა თქვა, ისე ჯეელია რომ გამიკვირდა. მოკლედ, გააკეთა ეგეთი პროგრამა და როგორი რაღაცაა. ეს ხო ხელოვნური ინტელექტები, ჯემინია, ChatGPT, ბევრია უკვე რა ესეთი რაღაცები. არის სუნო, სადაც მუსიკების გაყენება შეგიძლიათ, არის მხატვრული რედაქტორები, არის ვიდეო, ძალიან ბევრი რაღაცა. მოკლედ, ამან აიღო გააკეთა ქართული პროგრამა. ნახა ყველაზე მაგარი ეგ ხელოვნური ინტელექტი, მე AI-ს რო ეძახე, მე ვეძახი ხის, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტია და არ არის AI არ არის რა. ქართულად ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ რაღაცაში მივიღე მონაწილეობა ჯეილების ვიდეოში, რავი, 75-18000 ნახვა ქონდა 2 დღეში. და რო წავიკითხე, ანუ ისინი პატარები როგორ 21 წლის ბიჭები იყვნენ, შეიძლება ზოგი პატარა იყო, 25-ზე დიდი არც ერთი არ იყო და კომენტარები რო წავიკითხე, გული გამისკდა რა. 90% იყო ინგლისური ასოები დაწერილი. აი ახალგაზრდები 90% წერენ ინგლისური ასოებით. Cool, რაღაც არ ვიცი რა. ანუ შენ წარმოიდგინე 50 წლისებ რო გახდებიან, ხო დავკარგეთ ენა და ჯიში და ჯილაკი. ენას ყველა ვარენში დავკარგავთ. ამიტომ ხო ეხლა შორს წავედი რა ჩემი გულის ტკივილი. არის ყველაფერი ქართულად დარეგისტრირდებით. მე იმას ლინკს დავდებ დაბლა რა, იმიტომ მე თვითონ ვიყენებ რა. და ცოტა მეც მივიღე მონაწილეობა ამ პროგრამის გაკეთებაში, აი სუფთა კონსულტანტის პონჩი რო აი უთხარ რომ იქნება ესე იყოს რომ გაუგებარი რაღაცები რაც მე ვერ გავუთხარ ამას მე ვერ ვიგებ და თქვათ აი მოდი იქნება ცოტა დაუწოთ არ მივიწოთ ცოტა ოდომ დანარჩენი აი აბსოლუტურად გააკეთა ყველაფერი სავსე პროდუქტი მაჩვენა და რაღაც ორი რაღაცა გაითვალისწინა ანუ მე არაფერი მონაწილეობა არ მიღია რა ფაქტიურად ეხლა ნახეთ რა ხდება შიგ შეგიძლიათ შეხვიდეთ ამაში ну ბევრი რამე შეუძლია გააკეთოს, მაგრამ ეხლა სხვა ხელოვნური ინტელექტებთან შედარებით ამას რისიც აქვს რა, იმიტომ რომ მე იუთუბერი ვარ და თამლაინებს რო ვაკეთებ ხოლმე, ანუ თავფურცლებს და ქუდებს. შესავალი როა იმის ვიდეოსი. ეხლა დავიწყე ძალიან მე თვითონ გავაკეთე, გავოცდი რა, ადრესო მეკვიდა, როგორ აი მაგ პროგრამაში გავაკეთე, ანუ მაგ პროგრამის მეშვეობით. მანამდე მქონდა გამოწვეული გროკი. ანუ გროკს ფულს უხდიდი და ერთი თვის განმავლობაში შემო რაღაცების გაკეთება. მე ისევ $10 უნდა გადამეხადა და ასე შემდეგ. ეხლა ამას რატო აქვს გროკთან უპირატესობა? აქ არის რაღაცა ქულები და ციფრები გაქვთ, თქვა 200 კრედიტი გაქვს. ნუ კრედიტი დავარქოთ. იქაც კრედიტი თქვია რა. 200 კრედიტი გაქვს. სურათის დამზადება უმაღლეს ხარისხში, ვინც იცის ეხლა ურთიერთობა იმასთან რა ქვია ხელოვნური ინტელექტი უნდა აუგუწეროთ ასურათი ჩაუგდო ესე გამიკეთე ჩდება სადღაც 12 კრედიტი 12-დან 18 კრედიტამდე ხარისხი გააჩნია რა და სულა გაქვთ ანუ ერთი აქ როგორი რაღაცა იყო იცი რომ მქონდა ჯემინიც ამ მქონდა რაღაცას ფულებს ვიხდიდი ხოლმე რა თვის ბოლოს კალენდარულ დღე რო რჩებოდა თავიდან მაჭირდა ფულს
ვიყენებდი, არ ვიყენებდი იმას ფეხებზე კი და ყოველ თვე უნდა მეხანა ამდენი, სულ ცოტა გამეკეთებინა. ეხლა აქ როგორ არის სიტუაცია? აქ რო ყიდულობ ამას. სულ აქ 100 წელი რო კონდეს, სულ გექნება, შენია რა. და რეფერალური აქ პროგრამა. ანუ რო დარეგისტრირდები 200 კრედიტს გაძლევს, თუ შენი იმითი რა ქვია ლინკით ვინმე დარეგისტრირდა შენგან გაგზავნილი ლინკით ხო ერიცხება. იქ თუ შეხვალთ შიგ და მიუთითებთ იარაღის განხილვას ლათინური ასოებით ჩაწერთ პრომო კოდი არის და ეგრე დაგერიცხებათ. და ეხლა შიგნით რა ხდება? რაც უფრო ბევრ კრედიტს ყიდულობ, უფრო იაფია რა. ეხლა თქვენ თუ პროფესიონალად მუშაობ და ვიდეოების გაკეთება გინდათ, პატარა მულტიმედიის გაკეთება გინდათ და რაღაცეები, ჯობია რა თქვა 10,000 კრედიტი იყიდო ეგრევე რა. 10,000 არის ძალიან ბევრი. მაგრამ დიდ ვიდეოებს და ძლიერ ვიდეოებს და რაღაცა თუ ძალიან სერიოზულ რაღაცებს გაკეთება მიაქ რა. შეიძლება პატარა 10 წამიანმა ვიდეომ წაიღოს 270 კრედიტი. ეხლა რა ხდება? ეს ფული რაც იხდება, მიდის იქ არის ნაყიდი, ანუ იმათთან კონტრაქტებია დადებული მუსიკასთანაც, სხვადასხვა ხელოვნურ ინტელექტებთან, ძლიერ სოფლიოში წამყვან ინტელექტებთან კონტრაქტებია დადებული, თქვენ რო ფულს იხდით, იქაც მიდის ეს ფული, ანუ ისინი მუქთად ხო არ გააკეთებენ. ანუ ეს ქართული არის, ამას ყველაფერს აერთიანებს და ერთ ბუდეში აქვს რა გაკეთებული. და აქედან რო შეხვალთ მაგ პროგრამაში, ხო სხვაგან აღარ გინდა მე ამ პროგრამა უნდა ვიხმაროთ. არა, პირდაპირ გაქვთ ყველაფერი ერთ სივრცეში. და ერთი კრედიტიდან იხარჯება ყველაფერი. პაკეტები არის შევბრძანდით, მე ნახავთ, ძალიან ადვილია. თუ რამე ვერ გაიგეთ, რო გახსნით, კუთხეში ხელოვნური ინტელექტი ზის პატარა რავი მე ვეძახი ბონდოს ვეძახი. თვითონ რაღაცას ეძახის არ ვიცი. რობოტი ვითარი რა, თუ რამე იმას დააწვევი და აკრიფავ და შეეკითხეთ რა, რაღაცას ვერ იგებთ, ან რაღაცას პროგრამა რაღაცას ვერ ვაკეთებ და რამე შეკითხო თუ გავიზდან პროგრამასთან დაკავშირებით. ნაბიჯ უყოლაბეს თვითონია გაგიხსნის, ანუ საკუთარი ხელოვნური ინტელექტზე ზის შიგ. სადამდე მივიდა ტექნიკა, მაგას ბავშვობაში ვერ წარმოვიდგენდი, კი არა, 5 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი. ასე რომ, აი შედით გამოიყენეთ Pixar AI ქვია, ახლა ზუსტად არ ვიცი როგორ ვიძახი, მაგრამ აი ახლა ეგ დაიწერება და იმაში ჩავსვავ, რა ქვია, ქვემოთ ვიდეოს აღწერაში იქნება მაგისი ის რა ქვია, ლინკი. შევბრძანდით, ერთმანეთს გადაუზიარეთ და გამოიყენეთ რა. ისიამონეთ, გეუბნებით, ოღონდ მართლა. არ მოგიწევთ რომ ვაიმე და თვე გადის და ეს ტყუილა ხო არ ვიყიდე და მე მქონდა ეგეთი რაღაცეები, იმიტომ რომ სუნო არის, სადაც წერის სიმღერები იწერებოდა, ფულს ვიხდიდი. მაღლა კომპოზიტორი შეიძლება თვეში ერთხელ გამომიყენებინა ორჯერ, მაგრამ იმას რეგულარულად მიქონდა და ანუ ბოლოს მივხვდი რომ ტყუილა ვიხდიდი რა და მაგის დედაცვატირე გამოწერა. ხო და აი ეს არის ხვანერად მოწყობილი სუმთლიანად რა. რო შეხვალთ ახლა ხელ მარცხნივ მაგ პროგრამაში რო შეხვალთ, იქ ნახავთ ჩამოწერილი ყველაფერი ჩვენ შესახებ, კრედიტები როგორ იყიდოთ, იქვე შეგიძლიათ ბარათი მიაბა და ნებისმიერ დროს იყიდოთ კრედიტი, სხვას უყიდოთ კრედიტი. თან ეს ბიჭი დაუდეგარია რა, გააძლიერებს უფრო მეტ იმას იზავს, რა ქვია, სერვისებს შემოთავაზებს, ანუ ყველაფერს ერთად ძალიან რთულია ეგეთი რაღაცის გაშვება. ყველაზე მაგარი რომ ჯერ ხო თავში უნდა მოგიდეს აზრად რომ გააკეთო და მე ააწყო ეს ყველაფერი და გაუშვა. მუშაობს. ეხლა მე ვინც მიყურებს ქუდების დადებას დავიწყებ უკვე, რამოდენიმე ქუდი ვერ გავჩერდი რა, რამოდენიმე ქუდი გავაკეთე და ნახავთ რა, კინოსავითარი როგორც თუ კიდე მულტიმედიით იქნება, თუ კიდე კინოსავით იქნება, თქვენ მარტო სიუჟეტი მიეცით, ყველაფერს აკეთებს. და თავფუცლები კიდე. ნებისმიერი არ ვიცი, დავწერე რომ ძაღლი მისდევს კატას წვიმიან ქუჩაზე. მეტი არაფერი დამიწერია და გამიკეთა სურათი. განა მიკვირს, მაგრამ წაიღოსო რამდენი? 18 კრედიტი. უმაღლესი ხარისხი მიმეცი რა. გააჩნია რიცხვი, შეიძლება ხუმრობისთვის დაგჭერთ, არც არაფერი რა. ნუ ყველა ვარიანტში დარეგისტრდით 200 კრედიტი ისე გექნებათ. ნახეთ, თუ გამოგადგათ ხო ღმერთმა ხელი მოგიმართოთ რა, მე გამიხარდება რომ თქვენს გამოიყენოთ, თქვენი საქმე წინ წაიყვანოთ და ამ პროგრამის მესვეურებსაც დაეხმაროთ. მესვეურებს ბიჭია რა.
და მე მოვემსახურებდი მარტო და სანამ გავხვაჩავ ხო მე თმახნაზე მე კორპორაციათა აქციოს ეს ყველაფერი რა მაგრამ ამ ეტაპზე ეგრეა მომოვლით თუ რამე შეკითხვები გექნებათ მომწერეთ მე მაგრამ მე იმის თვითონი ხელოვნით ეს მიწერეთ ის ისეთი ჭკვიანი რაღაცაზე შიგრო ყველაფერს გაიკეთებთ ბატონი დავითიც კი აი ადვილად იმაშვრება რა ადვილად გამოყენებოდა ერთადერთი ხო ინგლისურად არის თუ ინგლისურენოვანი ხართ თუმცა როგორ არის ინგლისურენოვანი თუ ქართულად ველაპარაკები მოკლედ სხვადასხვა ენებზე შეგიძლიათ გადართოს ეს პროგრამა რა ქართულზე დააყენოთ და შეუბერავთ დანარჩენი თქვენიც წარმატებას გისურვებთ აი 10 წუთი ვილაპარაკე და წარმატებას გისურვებთ ქართულ სივრცეში რაც უფრო მეტი იქნება ადრე მე ეგეთი კუდის გაკეთება მინდოდა და 500 ლარი მომთხოვეს დავჯექი და 2 საათში გავაკეთე კინო და რავი რამდენი რა დაჭდა სულ 400 კრედიტი დამჭდა თუ მარტო კრედიტებს იყიდით ფასი აღარ მახსოვს მაგრამ 2 ლარი და 10 თეთრიღის 200 კრედიტი თუ 100 კრედიტი მოკლედ ცოტა მიაქ რა თუ კინოების გაკეთებაც არ და თუ კინოების გაკეთება დაიწყეთ ხო გითხარით არა დიდი პაკეტი იყიდეთ სუყი ერთი იმიტომ რომ უკვე პროფესიონალი ხართ რახან ეგეთებს რაღაცებს აკეთებს და თქვენ თვითონ შეაფასეთ რა მე მინდოდა რომ თქვენ გწოდნოდეთ აქ ხანდახან კიდე გადავიღებ ხოლმე და მომენად რა ხონდა აი აჩვენე რა აქეთ ნახე რა ხდება ჩემთან ცოტა არეულობა მაქვს ეს არის ჩემი როგორ გითხრათ ბუნაგი და შთაგონების ყოველდღე მეგობრებო ამითი გამოგემშვიდობებით შედით აი ეს აკრიფეთ აი ესა თუ ვერ აკრიფეთ ქვემოთ ლინკია შედით დარეგისტრირდით ადვილად დარეგისტრირდებით Google-თან შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და იქნებით არ გავზანდებოდეთ შემდეგ ვიდეო